ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში საქართველოს მწერალთა კავშირის ორგანიზებით პოეტისა და მწერლის ნაირა მარშანიას წიგნის ადრე თუ გვიან პრეზენტაცია გაიმართა. დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ მეგულება ხშირად ისეთი შეხვედრები, სადაც ერთად არიან ქართველები, აფხაზები, ოსები და სადაც ასეთი საოცარი სიყვარულის ძაფები გაიმება ხოლმე. აი დღევანდელი დღე არის ნიმუში ურთიერთობის ერთიანი საქართველოს და ქართველობის და ქალბატონი ნაირას წიგნის ამას ეძღვნება ადამიანთა შორის სიყვარულს და იმ დაკარგული გზების ზებნას, რაც ჩვენ და სამწუხაროდ ბოლო 2000 წლის განმავლობაში მოხდა საქართველოში. წიგნი ადრე თუ გვიან ქართულ აფხაზურ ტრადიციებსა და ურთიერთთანადგომას ეძღვნება. საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ ნაირა მარშანიას მეგობრები და მას ახალი წიგნის პრეზენტაცია მიულოცეს. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ ქალბატონი ნაირა და მისცანა ადამიანები არიან მაკავშირებლები სოხუმსა და ჩვენ შორის. პირადად ჩემი თაობა ვერ მოესწრო აფხაზეთს, იმიტომ რომ მე გახდით მეორე კლასში, როდესაც სოხუმი დაეცა, აი ამ ადამიანების ლექსებით, ნაწარმოებებით, კინოსცენარებით, სპექტაკლებით, მისი თაობის, ხელოვანების მეშვეობით ვიგებთ ჩვენ აფხაზეთზე. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ყველას, ვინც დაგეგმა დღევანდელი საღამო, მოვიდა და ესე მოეფერნე ჩემთვის ძალიან ძვირფას ქალბატონ ნაირა მარშანიას. ვულოცავ ნაირა მარშანიას, არის ხატვარი, მწერალი, ლექსებს წერს, ფილმები შექმნა, მისაბაძი ქალბატონია. ისეთი ადამიანი არის, რომ აბსოლუტურად რომ ყოველ მხრივ, ყოველნაირად შეუძლია დაგიდგეთ გვერდში, ყველაფერი გააკეთოს, ოღონდ ჩვენ დავბრუნდეთ აფხაზეთში. წაიკითხეს ლექსები და შესრულდა სიმღერები აფხაზეთზე. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ. ქალბატონი ნაირა მარშანი არის გამორჩეული პიროვნება ჩვენ საზოგადოებაში. როგორც მოქალაქე, როგორც პიროვნება, როგორც მწერალი, პოეტი, როგორც ხატვარი. ქართულ აფხაზურ ურთიერთობაში ის, რასაც აკეთებს ქალბატონი ნაირა არის ფასდაუდებელი. მის ყველა ნაწარმოებში გამოჭვის საოცარი ტკივილი, იმედი, განცდა, მეხსიერება ქართულ აფხაზური ურთიერთობისა და ის, რასაც ის ამბობს თავის ნოველებში, არის რითაც ჩვენ ვიცხოვრეთ და რითაც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ხვალდაზე. ამიტომ მე მადლობა მინდა ქალბატონ ნაირას უთხრა იმ საოცარი სითბოსათვის, იმ სიყვარულისათვის, რომელიც მან ჩააქსოვა ყველა თავის მოთხოვებაში. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვარ ამ საღამოზე, რომელიც არაჩვეულებრივი საღამო იყო, რომელიც ეძღვნებოდა ქალბატონ ნაირა მარშანიას, ჩემი დის, ჩემი ახლო მეგობრის, რომელსაც ჩვენ სოხუმიდან ვიცნობთ ერთმანეთს, მთელი ოჯახებით ვარ დაკავშირებული და არაჩვეულებრივი ქალბატონია, რომელმაც ამ დენილობისას ხატვაც დაიწყო, პოეტობაც დაიწყო და მწერლობაც დაიწყო. მე მინდა მეულოცო დღეს იუბილარიც არის, უსურო ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატებები შემოქმედებით საქმიანობაში. საქართველოს მწერალთა კავშირმა ნაირა მარშანიას ქართული კულტურის დესპანის წოდება მიანიჭა. ნაირა მარშანიამ მადლობა გადაუხადა ყველას თანადგომისათვის. ნაირა მარშანია ცნობილი თავისი წიგნებით და ეს წიგნი არაქართულენოვანებისთვის ძალიან საინტერესო წიგნი იქნება. ნაირას ყოველთვის გულს და აი სულს დებს ამ თავის ნაწარმოებებში. ამ წიგნშიც არის ისეთი მომენტები, რომ აი ვინც კი იქიდან წამოსულია იმათთვის, აი გულამდე მიულოცავ კიდე ერთხელ მომავალში გაგვახაროს თავისი წიგნებით. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე ჩემთვის იმდენად, რამდენადაც გარდა ჩემი უახლოესი მეგობრებისა, ჩემი თანამემამულებისა, თანაქალაქელებისა, არაჩვეულებრივი ქართული საზოგადოებისა ესწრება აფხაზეთის წარმომადგენლები, ჩემი აფხაზი დები და აფხაზი ძმები, აფხაზი შვილები, რომელთანაც ძალიან დიდი სიყვარული გვაკავშირებს და ვფიქრობთ, რომ ეს სიყვარული გაგრძელდება აუცილებლად, აღსდგება ჩვენ შორის ეჩატეხილი ხიდი, რა თქმა უნდა, ურთიერთმიტევებითა და საღიაზროვნებით, ჩვენ გავმთლიანდებით, იმიტომ რომ არ არსებობს უფრო ახლოს ვიდრე ქართველი და აფხაზი. მე დამაჯილდოვეს საქართველოს კულტურის დესპანის წოდებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ძალიან საყურადღებოა და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ უფრო მეცაც მოვინდომებ თუ ჩემმა წლებმა ამის საშუალება მომცა. ცხოვრებამ წუთში გადამიქროლა, წლები გამექცა, მივსდევ სიბერეს. ახალგაზრდობა მამულში დამრჩა, აკი გნებდები ჩემო სიბერეს.